ციურიხი თბილისი ციურიხის საქართველოს მიმართულებით შვეიცარიული კომპანია Edelweiss Airfrance ავიარეისები 12 აპრილიდან კვირაში ორჯერ შესრულდება. ავიაკომპანიამ სოციალურ ქსელში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით კამპანია უკვე დაიწყო. ნინი ჩუბინიძის რეპორტაჟი. საქართველოს ტურისტული პოტენციალი ამჯერად შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ის ყურადღების ცენტრშია. ავიაკომპანია სოციალურ ქსელებში პოსტებითა და ფოტოებით შვეიცარიისა და ევროპის მოქალაქეებს საქართველოს აცნობს. Edelweiss რეგულარულ ფრენას ციურიხი თბილისი ციურიხის მიმართულებით 12 აპრილიდან იწყებს. Lufthansa ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია რეისებს 12 აპრილიდან კვირაში ორჯერ ყოველ სამშაბათს და კვირაში ასრულებს. მიმაჩნია, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა, რადგან ამ დრომდე შვეიცარიიდან თბილისში ჩამოსვლა არ იყო ადვილი, თანაც ამ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნაა. მარკეტინგული კამპანია შვეიცარიაში მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებში შვეიცარიელი ჟურნალისტებისათვის ქვეყანაში მედია ტურებია დაგეგმილი. მაღალ რეიტინგულ გამოცემებში კი საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიები დაიბეჭდება. გვექნება გარე რეკლამები შვეიცარიის 4 დიდ ქალაქში, სადაც მოვახდანთ საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ვეცდებით, რომ საქართველოში ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ. პირდაპირ ფრენის დამატება და ბაზრის დივერსიფიცირება სექტორი განმარტავს, რომ ეს ფაქტორები პირდაპირ აისახება ტურისტების ნაკადი ზრდაზე. მიიჩნევენ, რომ ზაფხულის სეზონი წარმატებული იქნება, რის თქმის საშუალებასაც სასტუმროების ჯავშნები იძლევა. ევროპიდან შეიძლება თავის შეეკავებინა ადამიანს ევროპელ ტურისტს, რომელიც არის მაღალმხარჯვებულნარიანი ჩამოსვლა, იმიტომ რომ არ ქონოდა კომფორტული რეისები დაგეგმილი. შესაბამისად, ნებისმიერი ახალი სახის პირდაპირ რეისი, როგორც იქნება Edelweiss-ის თუ სხვადასხვა კომპანიების, რომელიც ამომავლოდ დაემატებიან საქართველოს მიმართულებას, ეს იქნება პირდაპირ ხელშემწყობი. შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ევროპიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირ რეისს შეასრულებს. აპრილიდან პირდაპირ ფრენას თბილისის მიმართულებით ბრიტანული ავიაკომპანიები EasyJet და British Airways იწყებენ.